სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმინდისა სულისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ დავით გარაჯელზე, დავით გარაჯელი და ლუკიანე. სანამ დავიწყებდეთ საუბარს, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ვიდეო და გაუზიარეთ ეს ვიდეო, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს. დიდი მადლობა. ღმერთმა გაგახარო და ღმერთმა დაგლოცოთ. ღირსი დავით გარაჯელი და ლუკიანე. მეგობრებო, ღირსი მამა დავითი წარმოშობით ასურეთიდან იყო. იგი ჯერ კიდევ ბავშვობაში დაემოწაფა, უკაცრავად დაემოწაფა წმინდა იოანე ზედაზნელს და როცა მოძღვარი საქართველოში ჩამოვიდა, დავითიც ჩამოღვა. წმინდა დავითი თავის სულიერ შვილთან, ლუკიანესთან ერთად თბილისის მახლობლად მდებარე მთაზე დასახლდა. ხო, მეგობრებო, აქვე მინდა გითხრათ, როდესაც მე ესე იგი ვკითხულობ, ნაწილობრივ საუბრობ, ესე იგი მოყავს წმინდა მამების გამონათქვამები, მინდა რომ ხო და მე ისე ვადგენ ესე იგი ტექსტს, რომ ეს იყოს მაქსიმალურად ესე იგი უბრალო სიტყვები და გასაგები იყოს და ამიტომ აუცილებლად ესე იგი მოასმენინეთ ბავშვებსაც, შვილებს, პატარებს, რომ ესე იგი მათ გაიგონ და იცოდნენ და ამიტომ გასაგებ ესე ვთქვათ უბრალო ენაზე და აუჩქარებლად ნელა კითხულობ და ვსაუბრობ, რომ უფრო კარგად აღიქვათ და გასაგები იყოს. ესე იგი წმინდა დავითი თავის სულიერ შვილთან ლუკიანესთან ერთად თბილისის მახლობლად მდებარე მთაზე დასახლდა, რომელსაც ჩვენ დღეს მთაწმინდას ვუწოდებთ. იმ დროს ქალაქი ცეცხლთაყვანისმცემლებს ეპყრათ. ამ ხალხს უცნაური სარწმუნოება ჰქონდა. მათ ეგონათ, რომ ღმერთი იყო ცეცხლი. მამა დავითი ბევრს ლოცულობდა ქალაქის მცხოვრებლებისთვის და მცხოვრებლებისათვის და ღმერთს მათ შეწყალებას და ჭეშმარიტების გზაზე დაყენებას სთხოვდა. ლოცვას რომ დაასრულებდა, გადმოდგებოდა და ქალაქს აკურთხებდა, რომელიც ამ მთიდან ხელისგულივით მოჩანდა. შემდგომში სწორედ ამ ადგილას აშენდა მამა დავითის სახელობის ტაძარი. ღირსი მამა კვირაში ერთხელ თავის მოწაფეებთან ერთად ქალაქში ჩამოდიოდა და ქრისტიანობას გადაგებდა. მათ ბევრი უსმენდა და შეიწყნარებდა ახალ რჯულს. ცეცხლთაყვანისმცემლები ხედავდნენ მათ წარმატებებს, რის გამოც შურით აღიძრნენ და გაბოროტდნენ. ერთხელ მათ ქალაქში ჩამოსულ მამა დავითს მეძავი ქალი მიუყვანეს, რომელიც ცილს სწამებდა ღირს მამას და ირწმუნებოდა, ბავშვი, რომელსაც მე მუცლით ვატარებ, ამ კაცისაო. მაშინ მამა დავითმა კვერთხი შეახო მის მუცლს და შვილს მიმართა. მართლა ვარ შენი მამა თუ არაო? შვილმა მუცლიდან ხმა მოსცა. არა, შენ ჩემი მამა არ ხარ, ჩემი მამა მჭედელიაო. ხალხი საშინლად განრისხდა, ქალს ეცნენ და ქვებით ჩაქოლვა დაუწყეს. ბევრს ეცადა მამა დავითი მათ დაწყნარებას, მაგრამ ვერაფერს გახდა. ეს მოხდა იმ ადგილზე, სადაც ეხლა არის ქაშვეთის ეკლესია დგას. როგორც ამბობენ, მისი სახელი სწორედ ამ შემთხვევას უკავშირდება, მეგობრებო.
ამ ამბის შემდეგ მამა დავითმა გადაწყვიტა საერთოდ გასწლოდა ესე ვთქვათ თბილისს და კახეთს მიაშურა. ბერებმა უდაბნო გადაიარეს და ერთ გამოქვაბულში დაბინავდნენ. ისინი მთელ დროს მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ. საკვებად ბალახსა და ხეების ქერქს იყენებდნენ, მაგრამ ზაფხულში ძალიან დაცხა და ბალახი გადახმა. შეწუხდა ლუკიანე, რა უნდა ვჭამოთო? მოძღვარმა კი მიუღო. ნუ გეშინია, ღმერთი არ დაგტოვებსო. მართლაც ამ დროს გამოჩნდნენ ირმები, მამა დავითმა ლუკიანეს რძე გამოაწველინა, რძიან ჯამს ჯვარი გამოსახა და რძე ყველად აქცია. იმ დღიდან ირმები ყოველ დღე აკითხავდნენ წმინდა მამებს. ბერები ოთხშაბათს და პარასკევს საკვებს საერთოდ არ იღებდნენ. ამიტომ არც ირმები მოდიოდნენ. შეგახსენებთ მეგობრებო, ვინც არ იცით, ოთხშაბათს და პარასკევს დღესაც ვმარხულობ ჩვენ, რადგან ოთხშაბათს ქრისტე გასცეს, იუდამ გაყიდა 30 წლად და პარასკევს უფალი ჯვარს აცვეს. და არის ამიტომ ყოველ კვირას ოთხშაბათს და პარასკევს ჩვენ ვმარხულობთ. და აუცილებლად თქვენც დაიცავით მარხვა. შორი ახლოს გამოქვაბულში საზარელი მხეცი მკვიდრობდა და ცხოველს მუს ავლებდა. წმინდა დავითის ბრძანებით მხეცი იქაურობას გაეცალა. ერთხელ გარეჯელ მამათა ირმებს მონადირეები დაედევნენ და ნახეს, რომ მშვიდად მდგარ პირუტყვებს ლუკიანე წველიდა. ამ ესე იგი ხილვით გაუცებული მონადირეები ფეხებში ჩაუვარდნენ წმინდა მამებს და ლოცვა კურთხევა აიღეს. შინ დაბრუნებულებმა კი მთელი მხარეს მოსდეს წმინდა ბერების ამბავი. მალე გარეჯის უდაბნოსკენ მრავალი ადამიანი დაიძრა, ვის ბერობის სურვილი ჰქონდა, ვინ განსაკურნებელად და ვინ დასამოძღვრელად მიდიოდა. ბევრი რჩებოდა წმინდა მამებთან და მალე აქ მონასტერი აღმოცენდა. გავიდა რამოდენიმე წელი, წმინდა დავითმა მონასტერი ლუკიანეს გადააბარა და თვითონ იერუსალიმის მოსალოცად გასწია. აი, მიუახლოვდა კიდეც ქალაქს, მაგრამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ ჩათვალა. მხოლოდ შორიდან ხილვით დაკმაყოფილდა. კარიბჭესთან დადგა და მხურვალე ლოცვას შეუდგა. წამოსვლისას 3 ქვა აიღო და საქართველოსკენ გამოეშურა. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, იერუსალიმის მოსალოცად ღვთისმონა დავითი მოვიდა და სარწმუნოებით მთელი იერუსალიმის მადლი მიაქვსო. დააწია მდევარნი და 3 ქვიდან 2 დაიტოვე, 1 კი გაატანე. თუ არ გინდა რომ ქალაქი სრულიად განეძარცვოს მადლისგან. იერუსალიმის პატრიარქს მაშინვე გამოიღვიძა და ანგელოზი ბრძანებული აღასრულა. მამა დავითმა 2 ქვა პატრიარქს დაუტოვა, 1 კი გარეჯის უდაბნოში ჩამოიტანა. მეგობრებო, ეს ქვა დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია და კურნების სასწაულებრივი მადლითაა აღსილი. კიდევ ერთხელ, ეს ქვა დღეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია. მამა დავითის იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ მონასტრის საძმო 1-2 გაიზარდა. მოძღვარი თავისი ფეხით მიდიოდა თავის მოწაფეებთან და ამხნევებდა მათ. მისი ლოცვა კურთხევით აიგო წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი მრავალ მთაში. გავიდა დრო და უფალმა წმინდა მამას აუწყა, დადგა ჟამი შენი ამ ქვეყნიდან გასვლისა და ზეცაში დამკვიდრებისაო.
მამა დავითმა მონასტრის ბერებს უხმო, დალოცა უკანასკნელად დამოძღვრა და სული ღმერთს შეავედრა. და ბოლოს მეგობრებო, გარდაცვლილი წმინდანის სხეული სასწაულებს ახდენდა მასზე შეხებისას დაბადებიდან ბრმა განიკურნა. წმინდა დავით გარეჯის უდაბნოშია დაკრძალული და მისი საფლავიდან დღესაც ბევრი სასწაული აღესრულება. შეგვეციოს მისი მადლი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. მადლობა.